მოგესალმებით მეგობრებო, ხვალ სიყვარულის დღეა და მონოლოგს დავიწყებთ სიყვარულის ისტორიით. ცნობილი მსახიობის კევინ კოსტნერის ყოფილი ცოლი კოსტნერის ძმაკაც გაყვაცოვათ. მეც გილოცავ სიყვარულის დღეს. აი ეს ისეთი ამბავია, შორიდან რომ კარგია და ახლოდან რომ ნამდვილად ცუდი. ანუ ჰოლივუდში რადგან მოხდა გვეცნება და აბა ახლა აქვე მომხდარ იყო საქართველოში, რა იქნებოდა? მართალი ხარ. ის მაგაციც მაგარია რა. რა დუდა ნაკოსტნარი ცოლი. იქაც ადრე კარგი ქმარი ყავდა, თუმცა არც ახალი ქმარია, ხელწამოსაკრავი. აი ტიპია რა, ბოლო-ბოლო კევინ კოსტნერის ძმაკაცია რა. რაღაც მაგაცი. კოსტნერის ყოფილი ცოლი მოიყვანა ცოლად. ანუ კოსტნერის ძმაკაცი გახდა ყოფილი ძმაკაცი. ფული ყოფილი ძმაკაცი. ე ბატონო, ეს ეთყობა როგორი პონტია, იცი აი ჯონ ლენონის ნაკონი გიტარა რო აუქციონზე მილიონებად იყიდება. მაგ პონჩი ბლატაობს ის ტიპი. კევინ კოსტნერის ნაკონი ქალია ძმაო. აქამდე კოსტნერს არ გაცილებია კოსტნერის სამზარეულო, კოსტნერის სამზარეულო. ასე მიდი მოდიოდა. კევინ კოსტნერმა მეც არა ვთქვი, რატო მოუხშირა ამ ჩემს სახლში ჯოგრის თამაში. შეხომ არ იცი სასიყვარულო სამკუთხედში რას უდრის ჰიპოტენუზა. ჰიპოტენუზა მე მგონი საყვარლების კათეტების ჯამს. ზუსტად არ ვიცი. ზუსტად რაც ვიცი, ის არის რომ ჩვენ შოუში დოლგარბოზე უკრავს და კეიფის განწყობაზე გვაყენებს გზავრელები და გიორგი შოსიტაშვილი. ახლა კი საინტერესო კვლევა. რა თქმა უნდა გაგაცნოთ. აღმოჩნდა რომ ადამიანი თავისი სიცოცხლის 6 თვეს ატარებს შუქნიშნის წითელ სიგნალთან დგომაში. ოღონდ ეს ქართველებს არ ეხებათ, რა თქმა უნდა. ქართველები ბევრად ნაკლებ დროს ატარებენ წითელს. მე დავაზუსტებდი საქართველოს მოქალაქე სიცოცხლის მხოლოდ 1 თვეს ატარებს წითელზე, ხოლო 5 თვეს ყვითელზე უკრიდან იღებს სიგნალს. წადი. თუმცა ჩვენთან ისეთი საცობებია, მე მგონი მწვანეზე დგომაში უფრო მე დროს ვატარებთ ჩვენ პრინციპში. ნეტა მძღოლები ერთმანეთის გინევაში რამდენ დროს კარგავენ, ეგეც დასათვლელია ძალიან საინტერესო. საერთაშორისო ახლა დავფიქრი და მართლა რაში ვკარგავთ დროს. რამდენი რამის მოსწრება შეიძლება ამ 6 თვეში? 24 ცალი პაატა და ნიკა შოუ გამოდის დაახლოებით, ეხლა უცბად რო გადავთვალე ტვინში. უყურე რა, ეხუმრები შე. რადგან საგზაო მოძრაობის წესებს შევეხეთ, შემდეგ ნიუსსაც გაგაცნობ. ბრძანეთ. დააკავეს მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე 70 წლის განმავლობაში მართავდა. რა? ზაზა. ნამდვილად? არა, ეს გარეთ არის პრინციპში. რადგან აქამდე ვერ შეამჩნიეს, გამოდის, რომ ძალიან წესიერად მართავდა მანქანას და არც ერთხელ არ გაუჩერებია ვის? პატრულს. და რად უნდა ეგეთ კაცს მართვის მოწმობა საერთოდ. ეგ რა არის? ჩემს მეზობელს 70 წელია მართვის მოწმობა აქვს და ცხოვრებაში არ ვიჯდარა საჯესთან. ესეც არის. ან ასეთ კაცს რა თუნდა ახლა ვითხარი მართვის მოწმობა. ამ მამაკაცმა თავი იმართა თურმე ამდენი ხანია ვაპირებ, ახლა ავიღებ მართვის მოწმობას, აი ვეღარ მოვახერხე დღეს ხვალ და გავარდა 70 წელი თვალ და მუხშვაო. როგორც გავიგე, ეს მამაკაცი პოლიციამ გაუშვა. გაუშვებდა. ასე დროს წესით პრავა უნდა ჩამოართვა. მაგრამ რაც არ აქვს, რაც ჩამოართვა თუნდა. ამაზე უფრო უცნაური ამბავი მაქვს. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ჩინელ პოლიციელ ძაღლს ჩაეძინა და ხელფასი დაუკვირდეს. იმედია დაფაზე არ გამოაკრეს ვინ გვარცხვენს. მუშაობისას რამ ჩააძინა? მე არ ვიცი. ფაქიზოსი არ იყოს, წუხანდელი ღამენათები იყო თუ რა? ნეტა რამდენი პედიგრი ჰქონდა საწყავს ხელფასი, როგორ მაინტერესებს. ამიტომ უნდა ყავდეს ზაღლისთვის ასისტენტად კატა. კი ბატონო. რო არ დააძინოს და ნერვები უშალოს, სულ. პატრონის ბრალია. ჭკვიანი ძაღლი რომ ყავს.
მაგას რაჯობია, მაგრამ ღამის 3 საათამდე რატომ ეთამაშები ძაღლ ჭადრაკს გამაგებინე? ჩაეძინება მეორე დღეს, აბა რა იქნება? ძაღლმა ამათ ხო გამი საქმე წელს მეორე დამიგვიტეს ხელფასი. კიდე კაი ეგ ჩინეთის მაგრიოთ კორეაში არ მოხდა, თორე გაუშვებდნენ საწყალს ჩახოღბილში. არა უშავს შემოცუგაცუგრიგია სულ რომ გაგდონ სამსახურიდან გადადი რუსეთში. ინსპექტორები დამოაგდნენ მაგ ფულს დამიჯერებენ. გიორგი გაიგე შენი ძაღლი დააჯარიმეს სამსახურში ჩაძინების გამო. ხო გაიგე კარგად. ჩაძინების გამო. ხოდა ნუ არ უყვარ ძილი საერთოდ ჩვენ გიორგის და ამიტომ მეტად სახალისო ფაქტს გადავაწყდით. თურმე ავსტრალიაში ფული შეგიძლია შუაზე გახიო და ორივე ნახევარი გამოიყენო. აი ხა ნორმალური რამე წაიკითხე. გეუბნები ასია. ესე იგი მოკლედ 100 ლარიანი შეიძლება შუაზე გახიო და ერთ ნახევარს შენ გამოიყენებ, როგორც 50 ლარს მეორე ნახევარს მე. მოიცა და მაინც ვერ გავიგე. ვისვენე. მომეცი 100 ლარიანი. შენი 100 ლარიანი თუ ცადო თარგი და ეგ აბავი. ხოდა მშვენივრად გაგიგე რაღაცა. ანუ გამოდის რომ ავსტრალიაში ტაქსის მძღოლს რომ 100 ლარიანს მიაწვდი და ხურდა არა მაქვს ძმაო თუ გეტყვის იქვე მოუხევ 15 ლარისას და თავისუფალი ხარ მშვენიერი. კარგი წესია, მე მომწონს მაგალითად. აქ რომ გაგეხება ფული ებოქსიტი, ადაბეწებო, სკოჩი, იზოლენტა, ყველაფერს ერთად ახვევ რომ მაღაზიაში მოლარებ რამენაირად მიიღო. ესე იგი თუ ავსტრალიაში ქაღალდის ფულს წვრილ ნაფლეთებად დააკუცმაცე ფაქტობრივად ხურდა გიყრია ჯიბეში. მოკლედ ავსტრალიაში გახეული ფულის გამოყენება შეგიძლია და ჩვენთან შენ უნდა გაიხე შუაზე რომ ფული ვინმე დაგიხურდაო. კი ბატონო. იმხავ გამოხევა უნდა იარო რომ ვინმე რაღაცა იქნება. ამათლოთ გაგიხიოს. კი ბატონო. უფრო მაგარ ამბავს გეტყვი ჩემო ნიკოლოს, გაგიჟდები. თურმე 1913 წელს აგერა ამერიკაში შესაძლებელი იყო ბავშვის პოსტით გაგზავნა. ანუ სანამ ძიძის პროფესია გაჩნდებოდა, მანამდე ძიძობას პოსტალიონი ითავსებდა და ვინ გამახსენდა იცი შორშოლიანი. ყველა ფილმში რო პოსტალიონი არის. ანუ როცა ბავშვს სოფელში აგზავნიდნენ ბებია ბაბუასთან და თუ მშობლებს არ ეცალათ პოსტალიონს ჩაყავდა ბავშვი სოფელში. ხოდა აი ახლა დელივერი კომპანიების მეტი რა გვაქვს. გავატავოთ ბავშვები არ დადეგებზე სოფელში, სკუტერი ან კურიერებს. მაგარი იქნება. ინდოელი კურიერი რო დაურეკავს ბავშვის ბებიას. You are Saba grandfather. I am in your village. Please take your child. და როგორ ატყვევდი ბავშვებს? წერო მოგვიყვანაო? და სინამდვილეში პოსტალიონს მოუყვანი ხარ, გოგი. მაგრამ გოგის პატარა გარმონი მოყვა, პატარა როკობაში. ეხლა გაიზარდა, გოგი გაიზარდა გარმონი. სხვათა შორის მაშინდელი უკმაყოფილო მოქალაქის ჩანაწერები იპოვეს. მიყვანის სერვისში დავრეკე ბავშვი მომიყვანეთ ბაღიდან თქო და ღამის 12 საათზე მომიყვანეს და მომიბოდიშეს. რა ვქნათ, ბევრი შეკვეთები გვაქვს და კურიერი ვერ ასწრებს. და ბოლოს გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ფოტო ერთ-ერთ მარკეტში წარმოდგენილი პროდუქტების. პირველი ფოტო მამაკაცის წინა არ მაინტერესებს. ქალის არა გააქვთ? არა და მამაკაცის წინა ლარი და 45 ძალიან იაფია. უბრალოდ ამდენ ხალხში უხერხული აყიდვა და მეორე ფოტო ვნახოთ. ტრენაჯორი შეცდომა არ გეგონოს ჩემო ნიკოლოს დადგების ზედ და არ იძვის, გაჯორდება ხოლმე. ეთყობა ამ ტრენაჯორზე რო ივარჯიშებ მერე მთელი დღე ხარ ჯორივით ჯანზე. კი ბატონო, და კიდევ ერთი ფოტო. ნახოთ თეფსი. გურიაში თებზი. ხაშურში თემზი. აი თეფსი არ გამიგია არსა. მე მგონი ფუ რატო წერია ის? აი რატო? თევზი ფოსფორს ხო შეიცავს?
ეთყობა ამან ძალიან ბევრი ფოსფორი აქვს და თეფზი გამოდის. კი ბატონო, თაფსი თუ ძვირია ჯობია არ იყიდო და შენ თვითონ წახვიდე სათეფზაო. ხოდა მეგობრებო, თუ არ გინდათ მოხვდეთ ჩვენ შოუში ყურადღებით, იყავით და წერეთ წესივრადონი. ამ სუპერმარკეტში მომხმარებელების განწყობაზე იზრუნა ოროსანმა კონსულტანტმა, ხოლო ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და кейპის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი ჩოჩიტაშვილი. დააკვირდი ჩოჩიტაშვილს. სხვანაირად არის გამოპრანჭული. კი, სხვათა შორის მე შევამშნე რაღაც ეჭვი მაქვს სიმღერის პრემიერთან ეს მოსული და გვიმალა. რა ენაღლება გენაცვალე? გითხარი ერთი ვაჟბატონო, აქეთ რატომ მობრძანდით მასზე? ბოლომდე ვერ მალავ ხოლმე ხა ესე როცა ვარ ვერ დავმალავ. რა ხდება? ხარ რა დღეა? არის ციკლულის ციკლული. ხო და ზუსტად ამიტომ მოვედით პრემიერით. სიმღერის პრემიერით აბა. შენი ყველა სიმღერა მოდი ვთქვათ რომ ძირითადად არის სიყვარულს. პროცენტულად შეიძლება სიყვარული მეგობრობა. სიყვარული მეგობრობა და კეიფი. ხო და რა არის ამ სიმღერაში ისეთი განსაკუთრებული რომ ყვალინდელ შეყვარებულებს მიუძღო. ხო, სახელწოდება არის სიყვარულის ისტორია. ცნობილი სიმღერაა სხვათა შორის, პირველად ჯაბა ბოჯგვა მიმღერა. მახსოვს. კი და დედამის დაუკავშირდით ქალბატონ მანანას და დიდი მადლობა მას მხარდაჭერისთვის, რომ მოგცა ამ სიმღერის შესრულების უფლება. ტექსტი არის ნანა ცინცაძესი, მადლობა მას და მადლობა ზაზა გოჩიტაშვილის, ზაზა ნონიაშვილის და ბიჭებს იმისთვის, რომ ეს კარგად გამოვიყვანეთ ეს სიმღერა და თქვენებურ ვერსიას ჩვენებური ვერსია და მიუძვნი ყველა შეყვარებულს და გადასარევ ხვალინდელ დღეს. გადასარევ მაშინ რადგან ასია, რადგან ასია ჩემო გიორგი, ჩვენი მხრიდან მე და ნიკოლოზის მხრიდან ხო უნდა შემოვიდეთ ახლა ამბავში. ერთ ძალიან ნიჭიერ და ულამაზეს გოგონას დაგახმარებთ, რომელიც გაგიმშვენიერებს ამ სიმღერას. მოკლედ გიორგი ჩოჩიტაშვილი, შოშიტაშვილი სიმღერის პრემიერი. წავედით.